მდინარის მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე გალფის ბენზინ-გასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ჩაუტარდა თუ არა მას საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლი ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს. მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა, ის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. ნინო გიგაური ჩაგვერთება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ნინო, გამოჩნდა თუ არა უკვე ბავშვი ან ბავშვის მშობლები, თუ ვიცით უკვე მისი ვინაობა? კეთი, ჯერჯერობით ბავშვს ვერ მიაკვლია ვერავინ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. ეს არის მაყურებლისთვის უფრო გასაგებად, რომ ავხსნათ კახეთის გზატკეცილი, აეროპორტისკენ მიმავალი გზა, გახოკიძის ქუჩის დასაწყისი, სავაჭრო ცენტრი East Point-ის გადმოსწვრივ ეს ტერიტორია. აქ არის თევზის მაღაზია, სადაც მუშაობს ერთი ადამიანი, რომელიც შეესწრო ამ ფაქტს და რომელსაც ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია ბავშვის მშობელთან, როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს. დაახლოებით საუბარი არის 14-დან 18 წლამდე მოზარდზე. შემთხვევა კი მოხდა დაახლოებით 20 დღის წინ, ალბათ დეკემბრის პირველი 2 რიცხვი არის სავარაუდოდ და შემთხვევიდან უკვე 10 დღეში სწორედ ამ თევზის მაღაზიაში მომუშავე მამაკაცს მოაკითხა მოზარდის მამამ და უთხრა ამ ფაქტის შესახებ, რომ მისი შვილი ბიჭზე არის საუბარი, ხელზე თითზე იყო გაკაწრული, გაკაწრა აქვე მყოფმა ძაღლმა და სთხოვა ამ ადამიანს, რომ მიექცია ყურადღება ამ ძაღლისთვის და ამ შემთხვევიდან უკვე 10 დღეში, როგორც ეს ადამიანი ჩვენ გვიყვება, მან ნახა გარდაცვლილი ძაღლი ამ ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ეს ძაღლი არ იყო აცრილი, შემდეგ უკვე მან თავად დარეკა სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მიაწოდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია და მოითხოვა, რომ ჩატარებულიყო კვლევა. ჩატარდა ეს კვლევა და დადგინდა, რომ ძაღლი იყო ცოფიანი. 10 დღის განმავლობაში იყო მოზარდის მამასთან კომუნიკაციაზე, თევზის მაღაზიაში მომუშავე ადამიანი, თუმცა მოგვიანებით ეს მამაკაცი აღარ გამოსულა მასთან კონტაქტზე და ჩვენ შეგვიძლია ახლა უკვე მოვისმინოთ, თუ რას ყვება უფრო დეტალურად ეს მამაკაცი. მისმა მე როგორც გადმომცა, თავზე მოეფერა ბავშვი და ხელზე გაკრა კბილიო. მეტი ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. გაჩიბული ეს ძაღლი არისო? არა, სავარაუდოდ არ იყო გაჩიბული. ხოვის დროს მამამისი შემოვიდა ჩემთან მაღაზიაში და მთხოვა, რომ ჩემშვილს თითზე გაკაწრა მიუსაფარმა ძაღლმა, როგორც მე გადავეცი ჩემთვის რაც იყო ინფორმაცია და იქნებ დააკვირდეთ ამ ძაღლს თუ ამ ტერიტორიაზე მოძრაობს, მიმდებარე ტერიტორიაზე და მე შემოვილი და გავიგებ ინფორმაციას. აღნიშნული პიროვნება მოვიდა ჩემთან ორჯერ ამის შემდეგ და ბოლოს, როდესაც იყო ჩემთან მოსული, დაახლოებით 10 დღე იყო უკვე გასული ამ ამბის შემდეგ და თვითონ მე როგორც მახსოვს, მითხრა რომ უნდა აეცრა ეს მოზარდი, ბიჭი იყო დაახლოებით 17-18 წლამდე და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა ის გახარებული წავიდა, რომ ძაღლი იყო ცოცხალი და სამწუხაროდ ამ ამბის შემდეგ, მისი წასვლის შემდეგ დაახლოებით 10 დღის შემდეგ ეს ძაღლი ვნახე მკვდარი და მე შევატყობინე ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელხას. ბევრი ძაღლია ისე ამ ტერიტორიაზე? არა, 5 ყავს ჩვენ აი სისტემატურად, რასაც გალფი უვლის და ყვებავს. 5 ყავს. არ ყოფილა არანაირი შემთხვევა, არაფერი საეჭვო არ ქონია, იმიტომ რომ მოდის სამსახურის სპეციალური აცრა მიმდინარეობს ამ ძაღლებზე. ეს ძაღლი რატომ იყო გამონაკლისი, რომ არ იყო აცრი? არ ვიცი, ქალბატონო, იმიტომ რომ ალბათ ჩვენი არ იყო და მაგიტო. ხო არ ვიცი, ახლა ხო არის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უნდა იზრუნონ ძაღლებზე. ჩვენ ვცრით. დღეს გავიგე, просто მოვიდნენ დღეს და აცრები გააკეთეს. დღეს მოვიდნენ და სხვა ძაღლები აცრეს? ხო, სხვა. ის ხო ძაღლი არ არის უკვე, ხო. просто რომელი ბავშვია, ეგეც არ ვიცი. ისე ბევრი ძაღლია ამ ტერიტორიაზე? დიახ, ბევრია ძალიან. მოდიან ხოლმე ცრიან? დიახ, ხო, მოდიან. ეს ძაღლი რატომ არ იყო აცრილი? ჩვენი არ იყო ეს ძაღლი იყო დაბლა.
ტრასისკენ ჩვენი არის. ამ ეტაპისთვის ჩვენ რაც ვიცით არის ის რომ ეს ბავშვი უკვე არის აცრილი, მას გაკეთებული აქვს პირველი აცრა, თუმცა უცნობი არის გააგრძელა თუ არა მან აცრების გაკეთება. ახლა მთავარი ამოცანა არის ის რომ ამ ინფორმაციამ მიაღწიოს მოზარდის მშობლებამდე და ისინი იყვნენ ინფორმირებულები. ეს არის ტერიტორია ფაქტობრივად გზის განაპირა ტერიტორია არის, სადაც გადაადგილდებიან სხვადასხვა უბანში მცხოვრები ადამიანები და ასევე როგორც აქ მომუშავე მამაკაცი ჩვენ გვეუბნება, აპირებენ რომ გააკრან ერთგვარი ბანერი კომპანია გალფის დახმარებით, სადაც დააწერენ რომ ის ძაღლი რომელმაც ბავშვი გაკაწრა გაცობდა იმისათვის რომ თუ კიდევ ერთხელ მოზარდის მშობლები გამოივლიან ამ ტერიტორიაზე დაინახონ მათ ეს წარწერა და კონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, რაც ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მათ ისინი ამბობენ გავრცელებულ განცხადებაში რომ გაატარეს ყველა ის საჭირო ღონისძიება რაც საჭირო იყო იმისათვის რომ დადგენილი იყო ჩაატარეს ასე ვთქვათ ლაბორატორიული კვლევები, დადგინდა რომ ეს ძაღლი იყო ცოფიანი და ახლა ისინი ყველანაირად ცდილობენ ეს სამსახური ცდილობს რომ მიაკლიონ ბავშვის მშობლებს და მიაწოდონ ინფორმაცია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩვენს მიერ მოხდა დაღუპული ძაღლის პათმასალის ლაბორატორიაში გადატანა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა ცოფი. სააგენტომ მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაცნობთ ჯანდაცვას და ამ წუთებში თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რაც გულისხმობს სავალდებულო ვაქცინაციას და მონიტორინგს მიმდებარე ტერიტორიაზე. მე კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს, რომ ეს არის კახეთის გზა, საუბარი არის კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრი ისპოინტის გადმოსწრივ ტერიტორიაზე, სადაც არის გალფის ბენზინგასამართი სადგური, გახოკიძის ნომერი 125 ეს ტერიტორია სწორედ აქ გაკაწრა ძაღლმა ბავშვი და 10 დღის შემდეგ დაახლოებით ეს ძაღლი უკვე მკვდარი იპოვეს და დადგინდა რომ ძაღლს ჰქონდა ცოფი. ახლა როგორც მედია, ასევე ყველა სოციალურ ქსელში ცდილობს რომ მაქსიმალურად გააზიარონ ეს ინფორმაცია იმისათვის რომ მოზარდის მშობლებს ჰქონდეთ ამ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია.